თუ ამ ვიდეოზე ისე მოხვდი, რომ მისი ყურება გეზარება, მომეცი მხოლოდ 20 წამი და დაგიმტკიცებ, რომ სიზარმაცე ერთ წამში ქრება. წარმოიდგინე, დასვენების დღეა, საწოლში ხარ, გემრიელად კოტრიალებ. ადგომა, შხაპი, საუზმე, ყველაფერი გეზარება. გირჩევნია კიდევ 9 საათი უბრალოდ სკროლო. ახლა კი წარმოიდგინე სხვა სცენარი. უცებ გწერს ის ადამიანი, ვინც მოგწონს და ზუსტად 1 საათში პაემანს გინიშნავს. ან მეგობრები გწერენ, გამოდი რაღაც მაგარი ხდება. მიპასუხე, სად გაქრა შენი სიზარმაცე? იმ წამს, როცა გაიგე, რომ რაღაც საინტერესო გელოდება, გავიდა ზუსტად 1 წამი და სიზარმაცე გაქრა. რატომ? იმიტომ რომ გაჩნდა ინტერესი. სიზარმაცე შეიძლება ხასიათიდან მოდიოდეს. შეიძლება ხშირად პრობლემად იქცევა, მაგრამ ყველაზე ხშირად სიზარმაცე ნიშნავს ერთ რამეს: ინტერესის არ ქონას. შეუძლებელია რაიმე გულწრფელად გაინტერესებდეს, მაგრამ ამავე დროს გეზარებოდეს. მოგესალმები ჩრდილიდან, მე ვარ კაგე და ამ ვიდეოში გაჩვენებ ყველაზე ზარმაც გზას, როგორ დაივიწყო სიზარმაცე ერთხელ და სამუდამოდ. პირდაპირ ახლა გაიხსენე მთავარი საქმე, რაც გეზარება. ყველაფერს, რასაც ვიტყვი, საკუთარ საქმეზე მოარგე. პირველი და ყველაზე მარტივი წესი: დაინახე შენი რეალური ინტერესი. გაიაზრე რისთვის აკეთებ საქმეს. იყავი გულწრფელი. მაგალითად, ფიტნესში გინდა სიარული. ნუ მოატყუებ თავს, ვითომ ჯანმრთელობაშია მიზეზი. აღიარე, რომ უბრალოდ ეფექტურად გინდა გამოიყურებოდე. გახსენი ინსტაგრამი, გადაათვალიერე სპორტული სხეულის ფოტოები და იგრძენი მოტივაცია. მეორე წესი: დანაწევრება და უბრალოდ დაწყება. ნუ შესწოდა ერთი უზარმაზარი მიზნის სწრაფად შესრულებას. წაიგითხე მხოლოდ 3-4 გვერდი წიგნიდან ან იარე 15 წუთი ბილიკზე. დაგენიზლავები, რომ როცა დაიწყებ, ბუნებრივად გაგრძელდება. მადა ჭამაში მოდის, პატარა ნაბიჯებით კი დიდი საქმე კეთდება. მესამე წესი: არასოდეს დაღალო გონება ან სხეული ზედმეტად. თუ ძალიან დაიღლები, საქმე დაგამახსოვრდება როგორც რთული. ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც ადამიანი ვარჯიშობდა კვირაში 5 დღე, 2 საათი. წარმოიდგინე ასე, რომ ვარჯიშობდე. თუ პროფესიონალი სპორტსმენი არ ხარ, რამდენად შეგზულდება თვითონ ვარჯიში. არც ერთ მსგავს ადამიანს არ გაუძლია 2 თვეზე მეტი. შენს ნუ ივარჯიშე 2 საათი. შეინარჩუნე 30-60 წუთი და იგივეს გამეორება სიბერემდე არ დაგეზარება. შემდეგი წესი: უარის თქმა. ჭამა, მოწევა, დალევა, უძილობა. ყველაფერი, რაც ენერგიას ფლანგავს, ზრდის სიზარმაცეს. რაც არ უნდა გინდოდეს, საკმარისია ერთხელ გაძღე და ყველაფრის კეთების სურვილი პვდება. მაგრამ თუ არ გადააჭარბებ ჭამას, მოწევას, დალევას, გათენებას, ყოველდღიურად მსუბუქი და ენერგიული იქნები. ბოლო წესი: დასვენება. თუ იღლები ფიზიკურად და დასვენება გადაწყვეტილ ლაშქრობაზე წასვლით, ჩათვალი არც დაგისვენია. თუ ფიზიკურად დაიღლები, რაიმეს ყურება არ დაგეზარება. თუ ემოციურად, შეიძლება ვარჯიში გესიამოვნოს. თუ სოციალურად, გატიშე მობილური და განმარტოვდი. დაისვენე იმისგან, რაც გღლის და ჩაანაცვლე ერთმანეთს სხვადასხვა ასპექტები. ახლა კიდევ ერთი ფაქტი, რაც ბევრს არ მოსდის აზრად. ადამიანებმა ამოთხარეს ჭა, რადგან მდინარეზე სიარული ეზარებოდათ. სიზარმაცე, ისევე როგორც ომი, არის პროგრესის უდიდესი ძრავი. და ის ცოტაოდენი სიზარმაცე, რომელიც შეიძლება ამ ვიდეოს მერე შეგრჩეს, ეფექტიანად გამოიყენე. ახლა კი წარმოიდგინე, რომ დილით ზარმაცე იყავი, მაგრამ სულ რაღაც წამში ყველაფერი შეიცვალა. იმ წამიდან, როცა შენ დაინახე ინტერესი, შენი სიზარმაცე გაქრა. უბრალოდ დაიცავი ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე წესი, ნელ-ნელა მიყევი საქმეებს და დაიმახსოვრე. ადამიანს აქვს გადამეტებული მოლოდინი, თუ რა შეუძლია გააკეთოს 1 დღეში და საერთოდ ვერ აცნობიერებს, თუ რამდენს შეუძლია მიაღწიოს 1 წელიწადში.